ხუთი ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დევნასა და რეპრესიებზე საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ამ კუთხით ერთი ხელწერა აქვთ. პარალელურად კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ფონდების დაყადაღებაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად, რომლებმაც ფულის შეგროვება დაიწყეს, დაეხმარებიან ფონდებს და ასევე ბოლო პერიოდში დაჯერიმებულ ადამიანებს. ქართული ოცნების განცხადებით აღნიშნული ფონდების მიზანი არა მარტო ძალადობის წახალისება, არამედ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია ხუთი ფონდი: ნანუკას ფონდის, ნიკა გილაურის, პროსპერიტი ჯორჯიას, ფონდი ერთმანეთისთვის, სირცხვილიასა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, საბანკო ანგარიშები. პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. საუბარია იანვარში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მოძრაობა ნეიტრალური საქართველოს სარჩელი დაედო საფუძვლად. დღეს უკვე აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ ინდივიდუალურად შეიკრიბება თანხები. გარანტიას გაძლევთ, რომ სოლიდარულობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც 111 დღეა უკვე იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ მოახრჩოს პროტესტი, ამისთვის ცდილობს, რომ კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები და ადმინისტრაციული პატიმრობა გაზარდოს. ეხლა მოიფიქრეს ეს, რომ ფონდები, რომლებიც მნიშვნელოვან დანიშნულებას ასრულებდნენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იმიტომ რომ საქართველოში ადამიანებს არ აქვს თავიანთი ხელფასის და პენსიის 20 მაგი და 30 მაგი ოდენობის ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა, ისინი ამ პრობლემების მოგვარებაში მათ ეხმარებოდნენ. დასტურდება ის, რომ მან დააყადაღა ფონდები, რომლებიც ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენ მოსახლეობას ეხმარებოდა და ეს არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ავტორიტარული რეჟიმი არღებულობს განსხვავებულ აზრს, მათთვის ეს მიუღებელია და ყველა ფორმით ცდილობს ჩაახშოს განსხვავებული აზრი და ჩაახშოს ის პროტესტი, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის. დიახ, ისინი ემსახურებიან და აფინანსებენ, როგორც შეუძლიათ, აი ამ რადიკალურ პროცესებს, რასაც ეწოდა უკვე თავის სახელი უცხო ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო გადატრიალებები და ასე შემდგომ. შესაბამისად, ეხლა რატო უკვირთ ის, რომ სახელმწიფო გადატრიალება ეს არის დანაშაული, შესაბამისად ამ მუხლით აღძრულია უკვე სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად თუ შენ ამ პროცესს, რომელიც სავარაუდოდ უკვე დადგინდება, რო არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, აფინანსებ. დაგაყადაღებია, რა თქმა უნდა. ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთეს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორც არის, თქვათ, წახალისება, დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების წახალისება და ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ესეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული. ალბათური ნანუკა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც ესეთი მსგავსი ფონდები ქონდა, ამას ფუთავენ რაღაც ქველმოქმედების კუთხით, ეს არის ის ნიღაბი, რომელიც ნიღაბიც არა მხოლოდ ამ ფონდებს, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქონდა წლების მანძილზე, რომლებიც აქ ვნახეთ, რომ რეალურად იმ შავი ფულის გამტარი იყო პარტიების დასაფინანსებლად, რასაც უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ აეხადა ფარდა. ასე რომ მათი დამოკიდებულებები და მათი ფიქრები ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროკურატურისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქმე არის აღძრული.